სიცივე არ არსებობს. არა იმ გაგებით, როგორც თქვენ ფიქრობთ. ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სიცივეს, სინამდვილეში არის მოძრაობის არარსებობა, ატომების ცეკვის შენელება, სამყაროს პულსის შესუსტება, რეალობის გულისცემის ჩაქრობა. წარმოიდგინეთ, რომ მთელი სამყარო არის უზარმაზარი ორკესტრი, სადაც ყოველი ატომი არის მუსიკოსი, რომელიც უწყვეტად უკრავს თავის ინსტრუმენტს. ტემპერატურა არის ამ სიმფონიის ტემპი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ დირიჟორი ნელ-ნელა ანელებს რიტმს, უფრო და უფრო ნელა, სანამ არ მიაღწევს წერტილს, სადაც მუსიკა უნდა შეჩერდეს სრულიად. ეს წერტილი არის -73.15 გრადუსი ცელსიუსით, აბსოლუტური ნული, ადგილი, სადაც თეორიულად ყველა მოძრაობა წყდება. მაგრამ აქ იწყება პარადოქსი, რომელიც ანგრევს ჩვენს გაგებას რეალობის შესახებ. ეს წერტილი არსებობს მათემატიკურად, მაგრამ არ შეიძლება არსებობდეს ფიზიკურად. რატომ? რა ხდება, როცა სამყარო ცდილობს მიაღწიოს სრულ სიჩუმეს? რა ხდება მატერიასთან, როცა ის უახლოვდება ამ აკრძალულ საზღვარს? და რატომ ამბობს თერმოდინამიკის მესამე კანონი, რომ ეს საზღვარი უნდა დარჩეს მარადიულად მიუღწეველი? ყოველ წამს, ამ წუთშიც კი, თქვენს სხეულში მილიარდობით ატომი ირხევა. ისინი არ ისვენებენ არასოდეს. თქვენი კანის ყოველი უჯრედი, თქვენი სისხლის ყოველი მოლეკულა, თქვენი ძვლების ყოველი ატომი მოძრაობს, ვიბრირებს, ბრუნავს, ცეკვავს უხილავ ქორეოგრაფიაში. ეს მოძრაობა არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სითბოს. როცა თქვენ ეხებით ცხელჩიქას, თქვენ არ გრძნობთ სითბოს, თქვენ გრძნობთ ატომების ცეკვის ინტენსივობას, რომლებიც გადადიან ჩიქიდან თქვენს ხელში. ახლა წარმოიდგინეთ საპირისპირო, წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ეს ცეკვა ნელდება იმდენად, რომ თითქმის ჩერდება. ადგილი, სადაც ატომები გაკინულნი არიან თითქმის სრულ უძრაობაში, სადაც დრო თავად ჩერდება, სადაც რეალობის ფაბრიკა იწყებს იმის გამოვლენას, რაც ჩვეულებრივ დამალულია ქაოსის ფარდის უკან. ეს არის მოგზაურობა საზღვრამდე, არა გეოგრაფიულ საზღვრამდე, არამედ ფიზიკის საზღვრამდე, იქ სადაც კლასიკური მექანიკა იშლება და კვანტური სამყარო იწყებს თავისი ნამდვილი სახის ჩვენებას. ადგილამდე, სადაც მატერია ქცევა იმგვარად, რომ ეწინააღმდეგება ყველა ლოგიკას, სადაც სითხეები ადიან კედლებზე გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, სადაც ნივთიერებები ხდებიან სუპერგამტარები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, სადაც ათასობით ატომი იწყებს მოქმედებას როგორც ერთი გიგანტური კვანტური ობიექტი. მეცნიერებმა მიაღწიეს 1 მილიარდად ნაწილ გრადუსს აბსოლუტურ ნულზე მაღლა ტემპერატურას, რომელიც ასე ცივია, რომ ის არ არსებობს ბუნებაში არსად, თუნდაც კოსმოსის ყველაზე ბნელ კუთხეებში. მაგრამ თავად აბსოლუტური ნული რჩება მიუღწეველი, დაცული ბუნების ფუნდამენტური კანონით. ისტორია იწყება ძველ საბერძნეთში, სადაც ფილოსოფოსები ფიქრობდნენ ცეცხლისა და ყინულის ბუნებაზე. დემოკრიტე, ატომის იდეის მამა, თვლიდა, რომ სითბო იყო ატომების მოძრაობა, ინტუიცია, რომელიც აღმოჩნდა გასაოცრებად ზუსტი 2000 წლის შემდეგ. მაგრამ მან ვერ იცოდა, თუ რამდენად ღრმად მიდიოდა ეს იდეა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები თვლიდნენ, რომ სიცივე იყო ნივთიერება, უხილავი სითხე სახელად კალორიკი, რომელიც გადადიოდა ობიექტებს შორის. ისინი ცდილობდნენ ამ სითხის შეგროვებას, მის გაზომვას, მისი კანონების გაგებას. მხოლოდ მე-18 საუკუნეში, როცა ბენჯამინ ტომპსონმა დააკვირდა, თუ როგორ წარმოიქმნებოდა სითბო ლითონის ბურღვისას, დაიწყო ძველი თეორიის ნგრევა. წარმოიდგინეთ ტომპსონი მუნიხის არსენალში, როგორც უყურებს ლითონის ცილინდრის ბურღვას ქვემეხის მიერ. ლითონი ცხელდება, ისე ცხელი, რომ წყალი დუხს მის გარშემო. თუ სითბო იყო, სითხეს საიდან მოდიოდა ის? ლითონი არ კარგავდა წონას, არაფერი არ გადადიოდა მასში. ერთადერთი რაც იცვლებოდა იყო მოძრაობა, ბურღვის მექანიკური მოძრაობა გარდაიქმნებოდა ატომების მოძრაობად. ეს იყო ეპიფანია, სითბო არ არის ნივთიერება, ის არის ენერგია. ის არის მოძრაობის ფორმა. და თუ სითბო არის მოძრაობა, მაშინ სიცივე არის მოძრაობის არარსებობა. მაშინ უნდა არსებობდეს ქვედა ზღვარი, წერტილი, სადაც მოძრაობა აღარ შეიძლება შემცირდეს. მე-19 საუკუნეში უილიამ ტომპსონმა, რომელიც მოგვიანებით გახდა ლორდ კელვინი, გამოთვალა ეს ზღვარი. მან შექმნა ახალი ტემპერატურის სკალა, რომელიც იწყებოდა არა თვითნებურ წერტილზე, როგორც ცელსიუსი ან ფარენჰაიტი, არამედ აბსოლუტურ ნულზე, წერტილზე, სადაც ყველა თერმული მოძრაობა წყდება. ეს იყო -373.15 გრადუსი ცელსიუსით, ან 0 გრადუსი კელვინით. პირველად ისტორიაში ადამიანებმა იცოდნენ, სად იყო ფსკერი, სად მთავრდებოდა ტემპერატურის სკალა. მაგრამ ისინი ჯერ არ იცოდნენ, რომ ეს ფსკერი იყო არა მხოლოდ რიცხვი, არამედ ფილოსოფიური საზღვარი, რომელიც ცვლიდა ჩვენს გაგებას რეალობის შესახებ. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ აჩერებთ მანქანას, თქვენ ხედავთ იმავე პრინციპს მოქმედებაში.
მუხრუჭები აფრიქციონებენ ბორბლებს, მექანიკური მოძრაობა გარდაიქმნება სითბოდ, ბორბლები თბება. ეს არის ენერგიის გარდაქმნა, იგივე პროცესი, რომელიც ხდება ატომურ დონეზე. როცა თქვენ ატბობთ ხელებს ერთმანეთს ეხახუნით, თქვენ აჩქარებთ კანის ატომების მოძრაობას, ქმნით სითბოს მოძრაობიდან. მთელი სამყარო მუშაობს ამ პრინციპით, ენერგია არ იქმნება და არ ქრება, ის მხოლოდ იცვლის ფორმას. მაგრამ ყოველი გარდაქმნა მიდის ერთი მიმართულებით, წესრიგიდან ქაოსისკენ, კონცენტრირებული ენერგიიდან გაფანტული ენერგიისკენ, სითბოსკენ. ეს არის თერმოდინამიკის მეორე კანონი და ის არის ის, რაც აძლევს დროს მიმართულებას. ახლა წარმოიდგინეთ საპირისპირო პროცესი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ყველა მოძრაობა ობიექტიდან, ნელ-ნელა, ატომა-ატომი, შეანელოთ ცეკვა, სანამ ის არ გაჩერდება. ეს არის ის, რასაც მეცნიერები აკეთებენ, როცა ისინი აცივებენ მატერიას აბსოლუტური ნულისკენ. ისინი იყენებენ ლაზერებს, მაგნიტურ ველებს, კვანტურ ხრიკებს, რომ ამოიღონ ენერგია ატომებიდან, ერთი ფოტონი ერთ დროს, ერთი ვიბრაცია ერთ დროს. ეს არის ყველაზე რთული ტექნოლოგიური მიღწევა ადამიანის ისტორიაში, უფრო რთული ვიდრე ატომური ბომბის შექმნა, უფრო რთული ვიდრე მთვარეზე გასვლა. რადგან თქვენ არ ებრძვით მხოლოდ ფიზიკას, თქვენ ებრძვით თერმოდინამიკის ფუნდამენტურ კანონებს, რომლებიც ამბობენ, რომ სრული წესრიგი შეუძლებელია, რომ სრული სიჩუმე არ შეიძლება არსებობდეს. პირველი ნაბიჯები აბსოლუტური ნულისკენ გადაიდგა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ჰაიკე კამერლინგონესმა, ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა, პირველმა გააკინა ჰელიუმი, ერთადერთი ელემენტი, რომელიც რჩება სითხედ თითქმის აბსოლუტურ ნულამდე. 4 გრადუსი კელვინი, ეს იყო ტემპერატურა, რომელსაც მან მიაღწია 1906 წელს. წარმოიდგინეთ მისი ლაბორატორია ლაიდენში, ოთახი სავსე მილებით, ტუმბოებით, კრიოგენული კონტეინერებით. წლების მუშაობა, ათასობით ექსპერიმენტი, ყველაფერი იმისთვის, რომ მიაღწიოს ტემპერატურას, რომელიც 4 გრადუსით იყო აბსოლუტურ ნულზე მაღლა. და იქ, ამ უკიდურეს სიცივეში, მან აღმოაჩინა რაღაც გასაოცარი, ვერცხლის წყალი, როცა გაცივდა 4,2 გრადუსამდე კელვინით, კარგავდა ყველა ელექტრულ წინააღმდეგობას. ის ხდებოდა სუპერგამტარი, მატერიის მდგომარეობა, სადაც ელექტრონები მოძრაობენ სრულიად თავისუფლად, გაუსასრულოდ ყოველგვარი ენერგიის დაკარგვის გარეშე. ეს იყო პირველი მინიშნება იმისა, რომ აბსოლუტური ნულის მახლობლად მატერია იწყებს მოქმედებას სხვა წესებით. კამერლინგონესი მიიღებდა ნობელის პრემიას ამ აღმოჩენისთვის, მაგრამ მან ვერ იცოდა, თუ რამდენად უცნაური გახდებოდა მატერია, როცა ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემოდა. მან ვერ იცოდა, რომ ის ხსნიდა კარს სამყაროსკენ, სადაც კვანტური მექანიკა, ის უცნაური, კონტრინტუიციური ფიზიკა, რომელიც ჩვეულებრივ მოქმედებს მხოლოდ ატომურ დონეზე, გახდებოდა ხილული თვალისთვის. სამყაროსკენ, სადაც ათასობით ატომი იწყებს მოქმედებას როგორც ერთი ობიექტი, სადაც ტალღა და ნაწილაკი ერწყმიან ერთმანეთს, სადაც რეალობის ფაბრიკა თავად ხდება თხევადი და უცნაური. მაგრამ რატომ? რა ხდება ატომურ დონეზე, როცა ტემპერატურა ეცემა ისე დაბლა, რომ კლასიკური ფიზიკა კარგავს თავის ძალას? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ უზარმაზარი სტადიონის შუაგულში, სადაც ათასობით ადამიანი ცეკვავს თითოეული თავისი რიტმით, თავისი სიჩქარით, თავისი მიმართულებით. ეს არის ჩვეულებრივი ტემპერატურის მატერია, ქაოსური, არაორგანიზებული შემთხვევითი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მუსიკა ნელდება. ცეკვოსნები იწყებენ სინქრონიზაციას, პირველად 2, შემდეგ 4, შემდეგ 10. ტემპერატურა ეცემა და უფრო მეტი ადამიანი უერთდება ერთ რიტმს, ერთ მოძრაობას, ერთ ტალღას. სანამ არ მოვა მომენტი, როცა მთელი სტადიონი მოძრაობს როგორც ერთი ორგანიზმი, ათასობით სხეული, ერთი ცეკვა, ერთი კვანტური მდგომარეობა. ეს არის ბოზე-აინშტაინის კონდენსატი, მატერიის მდგომარეობა, რომელიც არსებობს მხოლოდ რამდენიმე მილიონად გრადუსზე აბსოლუტურ ნულზე მაღლა, სადაც ათასობით ატომი კარგავს თავის ინდივიდუალობას და ხდება ერთი გიგანტური კვანტური ობიექტი. ეს არ არის მეტაფორა. ეს არის ფიზიკური რეალობა, რომელიც იქნა პროგნოზირებული სატიენ რანად ბოზეს და ალბერტ აინშტაინის მიერ 1925 წელს, მაგრამ დადასტურდა მხოლოდ 1995 წელს. წარმოიდგინეთ ის, რაც მოხდა იმ ლაბორატორიაში კოლორადოში, ერიკ კორნელმა და კარლ უიმანმა გააცივეს რუბიდიუმის ატომების ღრუბელი 170 ნანოკელვინამდე. ეს არის 0.000000170 გრადუსი კელვინი, ტემპერატურა ისე დაბალი, რომ ის ყინავს არა მხოლოდ მატერიას, არამედ თავად რეალობის ფაბრიკას. და იქ, ამ უკიდურეს სიცივეში, ათასობით ატომი უცბად შეწყვიტა ინდივიდუალური არსებობა. ისინი გაერთიანდნენ ერთ კვანტურ მდგომარეობაში, ერთ ტალღურ ფუნქციაში, რომელიც აღწერდა ყველას ერთდროულად.
თქვენ ხედავთ ამ პრინციპს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა არა ასე ექსტრემალურად. როცა ფრინველების გუნდი მოძრაობს ცაში, ათასობით ფრინველი, რომლებიც იცვლიან მიმართულებას ერთდროულად, თითქოს ისინი არიან ერთი ორგანიზმი, ეს არის მაკროსკოპული ანალოგია კვანტური კოჰერენტობისა. ან როცა თქვენ ხედავთ ტალღას ოკეანეში, მილიარდობით წყლის მოლეკულა, რომლებიც მოძრაობენ სინქრონულად, ქმნიან ერთ ფორმას, ერთ ენერგიას. მაგრამ ბოზე-აინშტაინის კონდენსატში ეს სინქრონიზაცია არ არის მიახლოებითი, ის არის აბსოლუტური. ატომები არ მოძრაობენ მსგავსად, ისინი მოძრაობენ იდენტურად, რადგან ისინი აღარ არიან ცალკეული ატომები. ისინი არიან ერთი კვანტური ობიექტი, რომელსაც შეუძლია აღწერა ერთი ტალღური ფუნქციით. და აქ იწყება ის, რაც ნამდვილად შეძრავს გონებას. ამ მდგომარეობაში მატერია იწყებს ქცევას ისე, რომ ეწინააღმდეგება ყველა ინტუიციას. სითხე ჰელიუმი, როცა გაცივდება 2.17 გრადუსამდე კელვინით, ხდება სუპერსითხე, მდგომარეობა, სადაც ის კარგავს ყველა ბლანტობას. ის შეუძლია ადიოდეს კონტეინერის კედლებზე გრავიტაციის საწინააღმდეგოდ. ის შეუძლია გაიჟონოს მილებში გაუსასრულოდ, ყოველგვარი შენელების გარეშე. წარმოიდგინეთ წყალი, რომელსაც შეუძლია გამოძვრეს ჩიქიდან თავისით, ასვლა კედლებზე და დაღვრა მეორე მხარეს. ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის ექსპერიმენტულად დადასტურებული ფენომენი, რომელიც ხდება, როცა კვანტური მექანიკა ხდება ხილული მაკროსკოპულ მასშტაბში. იგივე პრინციპი მუშაობს, როცა თქვენ ხედავთ მდინარეს, რომელიც მიედინება, წყალი ეძებს უმცირეს წინააღმდეგობის გზას, მაგრამ ის კვლავ აფრიქციონებს ქვებს, კალაპოტს, თავის საკუთარ მოლეკულებს. სუპერსითხეში ეს ფრიქცია ქრება სრულიად. ატომები მოძრაობენ სრულ სინქრონში და ამიტომ ისინი ვერ გადასცემენ ენერგიას ერთმანეთს, ვერ ანელებენ ერთმანეთს. ეს არის მოძრაობა სრულ ჰარმონიაში, სადაც ყოველი ნაწილაკი იცის ზუსტად რას აკეთებს ყველა სხვა ნაწილაკი, რადგან ისინი ყველა არიან ერთი და იგივე კვანტური მდგომარეობა. მაგრამ აბსოლუტური ნული არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც მატერია ქცევა უცნაურად. ის არის ადგილი, სადაც თავად სივრცე-დრო იწყებს გამოვლენას თავისი ნამდვილი ბუნების. რადგან აქ არის საიდუმლო, რომელიც ანგრევს ჩვენს გაგებას ვაკუუმის შესახებ, სრულიად ცარიელი სივრცე არ არსებობს. თუნდაც აბსოლუტურ ნულზე, თუნდაც სრულ ვაკუუმში, სადაც არ არის არც ერთი ატომი, არც ერთი ფოტონი, არაფერი, კვლავ არსებობს ენერგია. ეს არის ვაკუუმის ნულოვანი წერტილის ენერგია, ფუნდამენტური კვანტური ველების რხევა, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს. წარმოიდგინეთ ოკეანე, რომელიც არასოდეს არის სრულიად მშვიდი, თუნდაც უქარო დღეს, კვლავ არსებობს მიკროსკოპული ტალღები, მოლეკულური რხევები, კვანტური ფლუქტუაციები. სივრცე თავად არის ასეთი ოკეანე, ის არასოდეს არის სრულიად მშვიდი, არასოდეს არის სრულიად ცარიელი. ეს ნულოვანი წერტილის ენერგია არ არის თეორიული აბსტრაქცია. ის აქვს გაზომვადი ეფექტები. კაზიმირის ეფექტი, ფენომენი, სადაც ორი მეტალის ფირფიტა, მოთავსებული ვაკუუმში უკიდურესად ახლოს ერთმანეთთან, იწყებენ მიზიდვას ერთმანეთისკენ, არის პირდაპირი შედეგი ამ კვანტური ფლუქტუაციებისა. ფირფიტებს შორის სივრცეში მხოლოდ გარკვეული ტალღის სიგრძის ვირტუალური ნაწილაკები შეუძლიათ არსებობა, მაშინ როცა გარეთ, ყველა ტალღის სიგრძე შეუძლია. ეს ქმნის წნევის სხვაობას, ვაკუუმის წნევას, რომელიც აძლევს ფირფიტებს ერთმანეთისკენ. თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ ეს ძალა, თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ ის, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის. ცარიელი სივრცე არ არის ცარიელი, ის არის ქაფქაფებული კვანტური აქტივობით, ენერგიით, რომელიც არასოდეს ქრება, თუნდაც აბსოლუტურ ნულზე. როცა თქვენ ზიხართ სავარძელში და გრძნობთ მის მხარდაჭერას, თქვენ გრძნობთ იმავე პრინციპს, ელექტრონული ღრუბლები თქვენს ატომებში და სავარძლის ატომებში აფრიქციონებენ ერთმანეთს, ქმნიან წინააღმდეგობას. მაგრამ ეს წინააღმდეგობა არ არის მყარი იმ გაგებით, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ის არის კვანტური ველების ურთიერთქმედება, ტალღური ფუნქციების გადაფარვა, ალბათობების ინტერფერენცია. აბსოლუტურ ნულთან ახლოს ეს ურთიერთქმედებები ხდება სუფთა, გამჭვირვალე, გასაგები, რადგან თერმული ქაოსი, რომელიც ჩვეულებრივ ფარავს მათ ვქრება. და აქ ჩვენ მივდივართ ყველაზე ღრმა პარადოქსამდე, მიზეზამდე, რის გამოც აბსოლუტური ნული უნდა დარჩეს მარადიულად მიუღწეველი. ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპი, ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კანონი კვანტურ მექანიკაში, ამბობს, რომ თქვენ ვერასოდეს შეძლებთ ერთდროულად იცოდეთ ნაწილაკის ზუსტი პოზიცია და ზუსტი იმპულსი. რაც უფრო ზუსტად იცით ერთი, მით ნაკლებად იცით მეორე. ეს არ არის ტექნოლოგიური შეზღუდვა, ეს არის ბუნების ფუნდამენტური თვისება. ნაწილაკს არ აქვს ზუსტი პოზიცია და ზუსტი იმპულსი ერთდროულად, ეს ცნებები კარგავს მნიშვნელობას კვანტურ დონეზე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აღწევთ აბსოლუტურ ნულს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ატომი სრულიად გაჩერებულია, ნული იმპულსით, ნული მოძრაობა.
მაგრამ თუ იმპულსი არის ზუსტად ნული, მაშინ ჰაიზენბერგის პრინციპის მიხედვით, პოზიცია უნდა იყოს სრულიად განუსაზღვრელი, ატომი უნდა იყოს ყველგან ერთდროულად. ეს არის წინააღმდეგობა ლოგიკური შეუძლებლობა, რომელიც ბუნება აგვარებს ერთადერთი შესაძლო გზით, აბსოლუტური ნული არ შეიძლება არსებობდეს. ეს არის თერმოდინამიკის მესამე კანონი, ნერნსტის თეორემა, რომელიც ფორმულირებული იქნა 1906 წელს. ის ამბობს, რომ შეუძლებელია მიაღწიო აბსოლუტურ ნულს სასრული რაოდენობის ნაბიჯებით. თქვენ შეგიძლიათ უახლოვდეთ მას გაუსასრულოდ 1 გრადუსი, 1 მილიგრადუსი, 1 ნანოგრადუსი, მაგრამ თქვენ არასოდეს მიაღწევთ თავად წერტილს. ეს არ არის ტექნოლოგიური პრობლემა, რომელიც შეიძლება გადაწყდეს უკეთესი აღწერილობით. ეს არის ფუნდამენტური შეზღუდვა, ჩაშენებული რეალობის ფაბრიკაში. აბსოლუტური ნული არის ასიმპტოტა, მათემატიკური საზღვარი, რომელსაც შეგიძლიათ უახლოვდეთ, მაგრამ არასოდეს შეეხოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ დაიჭიროთ თქვენი საკუთარი ჩრდილი. რაც უფრო სწრაფად გარბით, მით უფრო სწრაფად ის გარბის თქვენგან. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ მანძილი, მაგრამ თქვენ არასოდეს დაიჭერთ მას, რადგან ის არის თქვენი საკუთარი მოძრაობის შედეგი. აბსოლუტური ნული არის ასეთი ჩრდილი, ის არის საზღვარი, რომელიც არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მატერია არის ის, რაც არის. ის არის ჰორიზონტი, რომელიც ყოველთვის რჩება იმავე მანძილზე, რაც უფრო ახლოს მიდიხართ. მაგრამ ის, რაც ხდება ამ ჰორიზონტთან ახლოს, ცვლის ყველაფერს. ის ცვლის არა მხოლოდ მატერიის ქცევას, არამედ ჩვენს გაგებას იმისა, თუ რა არის მატერია. ის აჩვენებს, რომ საზღვარი სითბოსა და მოძრაობას შორის, ენერგიასა და ინფორმაციას შორის, ნაწილაკსა და ტალღას შორის, ეს საზღვრები არ არის აბსოლუტური. ისინი არის ილუზია, შექმნილი ჩვენი ყოველდღიური გამოცდილების მაღალი ტემპერატურის სამყაროში. როცა თქვენ აცივებთ მატერიას თითქმის აბსოლუტურ ნულამდე, ეს ილუზია იშლება და თქვენ ხედავთ რეალობას ისეთს, როგორიც ის ნამდვილად არის, არა კოლექცია ცალკეული ობიექტებისა, არამედ ერთიანი კვანტური ველი, სადაც ყველაფერი დაკავშირებულია ყველაფერთან. სადაც განცალკევება არის ილუზია, სადაც სამყარო არის ერთი, განუყოფელი მთლიანობა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს პრინციპები, ეს უცნაური, კონტრინტუიციური ქცევა, რომელიც ჩნდება აბსოლუტურ ნულთან ახლოს, არ არის იზოლირებული ფენომენი. წარმოიდგინეთ, რომ ისინი არიან ძაფები, რომლებიც ქსოვენ უფრო დიდ ტაპეტს, რომელიც აკავშირებს ყველაზე პატარა კვანტურ ფლუქტუაციებს ყველაზე დიდ კოსმიურ სტრუქტურებთან. რადგან ის, რაც ხდება ლაბორატორიაში, როცა მეცნიერები აცივებენ ატომებს ნანოკელვინებამდე, არის იგივე, რაც ხდებოდა სამყაროში პირველ წამებში დიდი აფეთქების შემდეგ, მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით. დიდი აფეთქების შემდეგ სამყარო იყო უსასრულოდ ცხელი და ნელ-ნელა ცივდებოდა. ახლა 14 მილიარდი წლის შემდეგ ის კვლავ ცივდება. კოსმიური მიკროტალღური ფონური გამოსხივება, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს, არის 2,7 გრადუსი კელვინი. ეს არის ყველაზე ცივი ბუნებრივი ტემპერატურა, რომელიც არსებობს. ეს არის სამყაროს საკუთარი ტემპერატურა, ნარჩენი სითბო შექმნის მომენტიდან. მაგრამ თუნდაც ეს ტემპერატურა არ არის აბსოლუტური ნული. თუნდაც ყველაზე ცივ, ყველაზე ცარიელ რეგიონებში კოსმოსში, ადგილებში, სადაც არ არის ვარსკვლავები, არ არის გალაქტიკები, არ არის არაფერი მილიარდობით სინათლის წლების განმავლობაში, კვლავ არსებობს ეს 2,7 გრადუსი. ეს არის ტემპერატურა, რომელიც ყველაზე ცივი ბუნებრივი ადგილი სამყაროში არის უფრო თბილი, ვიდრე ყველაზე ცივი ადგილი, რომელიც ადამიანებმა შექმნეს დედამიწაზე. ჩვენ შევქმნით ადგილები, რომლებიც უფრო ცივია, ვიდრე ნებისმიერი ადგილი ბუნებაში, ლაბორატორიები, სადაც ტემპერატურა არის მილიარდედი ნაწილი გრადუსისა, ადგილები, რომლებიც უფრო ახლოს არიან აბსოლუტურ ნულთან, ვიდრე ნებისმიერი ვარსკვლავის ბირთვი, ნებისმიერი შავი ხვრელის ჰორიზონტი, ნებისმიერი კოსმიური სივრცე. როცა თქვენ აცივებთ წყალს თქვენს მაცივარში, თქვენ ხედავთ იმავე პროცესს მიკროსკოპულ მასშტაბში. წყლის მოლეკულები ანელებენ თავიანთ მოძრაობას, იწყებენ ორგანიზებას კრისტალურ სტრუქტურაში, ყინულში. ეს არის ფაზური გადასვლა, მომენტი, როცა მატერია იცვლის თავის ფუნდამენტურ ორგანიზაციას. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ფაზური გადასვლა მრავალთაგან, რომლებიც ხდება, როცა ტემპერატურა ეცემა. აბსოლუტურ ნულთან ახლოს ხდება ფაზური გადასვლები, რომლებსაც არ აქვს ანალოგია ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებაში. გადასვლები არა მხოლოდ სტრუქტურაში, არამედ თავად რეალობის. ბუნებაში. სუპერგამტარობა არის ერთ-ერთი ასეთი გადასვლა. როცა მატერია გაცივდება კრიტიკულ ტემპერატურაზე დაბლა, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა მასალისთვის, მაგრამ ყოველთვის ახლოს არის აბსოლუტურ ნულთან, ელექტრონები იწყებენ წყვილების ფორმირებას. ეს არის კუპერის წყვილები, სახელდებული ლეონ კუპერის სახელით, რომელმაც ახსნა ეს ფენომენი 1947 წელს.
ორი ელექტრონი, ნაწილაკები, რომლებიც ჩვეულებრივ აფრიქციონებენ ერთმანეთს თავიანთი უარყოფითი მუხტის გამო, უცბად იწყებენ მიზიდვას ერთმანეთისკენ კრისტალური მესერის მეშვეობით. ისინი ქმნიან წყვილს, რომელიც მოქმედებს როგორც ერთი ბოზონი, ნაწილაკის ტიპი, რომელსაც შეუძლია იყოს იმავე კვანტურ მდგომარეობაში სხვა ბოზონებთან. და როცა მილიარდობით ასეთი წყვილი ყველა შედის იმავე მდგომარეობაში, ისინი ქმნიან კვანტურ კონდენსატს, მაკროსკოპულ კვანტურ მდგომარეობას, რომელსაც შეუძლია მოძრაობა მატერიაში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც მიედინება ქვების გარეშე, ფრიქციის გარეშე, ტურბულენტობის გარეშე, სრულიად გლუვი, სრულიად ეფექტური, სრულიად კვანტური. ეს არის ელექტრული დენი სუპერგამტარში, დენი, რომელსაც შეუძლია მიედინოს გაუსასრულოდ, წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში, ყოველგვარი ენერგიის დაკარგვის გარეშე. ეს არ არის თეორია, ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაში, ნაწილაკების ამაჩქარებლებში, კვანტურ კომპიუტერებში. ყოველი ეს მოწყობილობა ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ აბსოლუტურ ნულთან ახლოს მატერია იცავს ენერგიას სრულყოფილად, არა იმიტომ, რომ ის არის კარგად დიზაინებული, არამედ იმიტომ, რომ კვანტური მექანიკა არტოვებს სხვა არჩევანს. მაგრამ ყველაზე ღრმა კავშირი არის არა ტექნოლოგიურ, არამედ კოსმოლოგიურ დონეზე. ის, რაც ხდება ატომებთან აბსოლუტურ ნულთან ახლოს, მათი გაერთიანება ერთ კვანტურ მდგომარეობაში, მათი დაკარგვა ინდივიდუალობის, მათი გახდომა ერთი ველის ნაწილი, ეს არის იგივე, რაც ხდებოდა მთელ სამყაროსთან დიდი აფეთქების პირველ მომენტებში. იქ, უსასრულო სიცხეში და სიმკვრივეში, ყველა ძალა იყო გაერთიანებული, გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, ძლიერი და სუსტი ბირთვული ძალები, ყველა იყო ერთი ძალის ასპექტები. როცა სამყარო გაფართოვდა და გაცივდა, ეს სიმეტრია დაიშალა, ძალები განცალკევდნენ, ნაწილაკებმა მიიღეს მასას, სტრუქტურა გაჩნდა ქაოსიდან. ეს იყო სერია ფაზური გადასვლები, კოსმიური მასშტაბის ვერსია იმისა, რაც ხდება, როცა წყალი იყინება ან როცა მეტალი ხდება სუპერგამტარი. ახლა როცა ჩვენ ვაცივებთ მატერიას ლაბორატორიაში, ჩვენ ვუბრუნდებით უკან ამ ისტორიას, არა დროში, არამედ ფაზურ სივრცეში. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გაერთიანდება ნაწილაკები, როგორ ქრება საზღვრები, როგორ ჩნდება სიმეტრია. ჩვენ ვქმნით მიკროსკოპულ სამყაროებს, რომლებიც ასახავს მაკროსკოპული სამყაროს ადრეულ მდგომარეობას. და ამ პროცესში ჩვენ ვსწავლობთ არა მხოლოდ მატერიის შესახებ, არამედ თავად სამყაროს შესახებ, მისი წარმოშობის, მისი ევოლუციის, მისი საბოლოო ბედის შესახებ. რადგან აბსოლუტური ნული არ არის მხოლოდ ტემპერატურა. ის არის მეტაფორა, მეტაფორა სრულყოფილებისა, რომელიც არ შეიძლება მიღწეულ იქნას, საზღვრისა, რომელიც განსაზღვრავს რეალობას მისი არსებობით. ის არის ჰორიზონტი, რომელიც გვიჩვენებს, რომ სამყარო არ არის სტატიკური, არ არის სრული, არ არის დასრულებული. ის არის დინამიური, განვითარებადი, მარადიულად მოძრავი, თუნდაც იქ, სადაც მოძრაობა თითქმის ჩერდება, სადაც დრო თითქმის გაჩერებულია, სადაც რეალობა თავად თითქმის ქრება. იქაც, ამ უკიდურეს საზღვარზე სამყარო კვლავ ცოცხალია, კვლავ ვიბრირებს, კვლავ ცეკვავს, რადგან სიცივე არ არის ნივთიერება, ის არის მოძრაობის არარსებობა და სრული არარსებობა არ შეიძლება არსებობდეს. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად შეძრავს გონებას, როცა თქვენ დგახართ ამ ცოდნის წინაშე და უყურებთ უკან მთელ გზას, რომელიც გავიარეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ატომებზე, რომლებიც ანელებენ თავიანთ ცეკვას. ჩვენ ვისაუბრეთ ელექტრონებზე, რომლებიც წყვილდებიან და ქმნიან სუპერგამტარებს. ჩვენ ვისაუბრეთ ჰელიუმზე, რომელიც ადის კედლებზე გრავიტაციის საწინააღმდეგოდ. მაგრამ ახლა დგას დრო, რომ დავინახოთ ის, რაც აკავშირებს ყველა ამ ფენომენს, არა როგორც იზოლირებულ კურიოზებს, არამედ როგორც გამოვლინებებს ერთი უნივერსალური პრინციპის, რომელიც მუშაობს ყველა დონეზე, ყველა მასშტაბზე, ყველა კონტექსტში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ მთის მწვერვალზე და უყურებთ ქვემოთ, ხედავთ არა ცალკეულ ხეებს, არამედ მთელ ტყეს, არა ცალკეულ მდინარეებს, არამედ მთელ წყლის სისტემას, არა ცალკეულ ქალაქებს, არამედ ცივილიზაციის ქსოვილს. ეს არის ის პერსპექტივა, რომელსაც აბსოლუტური ნული გვთავაზობს, არა მხოლოდ ფიზიკის, არამედ არსებობის თავად. რადგან ის პრინციპი, რომელიც მუშაობს აბსოლუტურ ნულთან ახლოს, პრინციპი, რომ სისტემა ეძებს თავის ყველაზე დაბალ ენერგიულ მდგომარეობას, თავის ყველაზე სტაბილურ კონფიგურაციას, თავის ყველაზე ჰარმონიულ ორგანიზაციას, ეს არის იგივე პრინციპი, რომელიც მუშაობს, როცა წვეთი წყალი იღებს სფერულ ფორმას. სფერო არის ფორმა, რომელსაც აქვს მინიმალური ზედაპირის ფართობი მოცემული მოცულობისთვის, ეს არის ყველაზე ეფექტური, ყველაზე ეკონომიური, ყველაზე ბუნებრივი ფორმა. წყალი არ ფიქრობს ამაზე, ის არ გადაწყვეტს გახდეს სფერო. ის უბრალოდ მიჰყვება ფუნდამენტურ კანონს, მინიმიზაციის კანონს, რომელიც ამბობს, რომ ბუნება ყოველთვის ეძებს ყველაზე დაბალ ენერგიულ მდგომარეობას. იგივე პრინციპი მუშაობს, როცა თქვენ ათავსებთ ბურთს ხეობაში, ის გორავს ქვემოთ, სანამ არ მიაღწევს ყველაზე დაბალ წერტილს.
ეს არის გრავიტაციული პოტენციური ენერგიის მინიმიზაცია. იგივე პრინციპი მუშაობს, როცა ზეთი ცურავს წყალზე, ის ქმნის თხელ ფენას, რადგან ეს არის კონფიგურაცია, რომელსაც აქვს მინიმალური ზედაპირული ენერგია. იგივე პრინციპი მუშაობს, როცა მეტალის მავთული იღუნება, ატომები გადაწყობილდებიან კრისტალურ სტრუქტურაში, რომელიც მინიმიზებს შიდა დაძაბულობას. იგივე პრინციპი მუშაობს, როცა ცილები იკეცება თქვენს უჯრედებში, ისინი იღებენ სამგანზომილებიან ფორმას, რომელიც მინიმიზებს თავისუფალ ენერგიას. და იგივე პრინციპი მუშაობს, როცა მთელი გალაქტიკა ბრუნავს, ვარსკვლავები მოძრაობენ ორბიტებზე, რომლებიც მინიმიზებს გრავიტაციულ პოტენციურ ენერგიას. ეს არის უნივერსალური პრინციპი, რომელიც არ იცის საზღვრები მასშტაბის, არ იცის საზღვრები კონტექსტის, არ იცის საზღვრები დროის. ის მუშაობდა დიდი აფეთქების პირველ მომენტებში, როცა სამყარო ეძებდა თავის ყველაზე სტაბილურ კონფიგურაციას. ის მუშაობს ახლა, ამ წამში, როცა ყოველი ატომი თქვენს სხეულში ვიბრირებს თავის ყველაზე დაბალ შესაძლო ენერგიულ მდგომარეობაში მოცემული ტემპერატურისთვის. და ის იმუშავებს მომავალში, მილიარდობით წლების შემდეგ, როცა სამყარო გაფართოვდება და გაცივდება, უახლოვდება თავის საკუთარ აბსოლუტურ ნულს, თერმულ სიკვდილს, მდგომარეობას, სადაც ყველა ენერგია თანაბრად გადანაწილებულია და არაფერი აღარ შეიძლება მოხდეს. მაგრამ აქ არის პარადოქსი, რომელიც აძლევს ამ პრინციპს მის ღრმა მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ ბუნება ყოველთვის ეძებს მინიმალურ ენერგიას, ის არასოდეს აღწევს აბსოლუტურ მინიმუმს. ყოველთვის რჩება რაღაც ნულოვანი წერტილის ენერგია, კვანტური ფლუქტუაციები, ფუნდამენტური არასტაბილურობა, რომელიც ჩაშენებულია რეალობის ფაბრიკაში. ეს არ არის ხარვეზი, ეს არის თვისება. ეს არის ის, რაც ხდის სამყაროს დინამიურს, ცოცხალს, შემოქმედებითს. თუ აბსოლუტური ნული იქნებოდა მიღწევადი, თუ სრული სიჩუმე იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ სამყარო იქნებოდა სტატიკური, გაკინული, მკვდარი. მაგრამ რადგან ის არ არის მიღწევადი, რადგან ყოველთვის რჩება ეს ფუნდამენტური რხევა, სამყარო რჩება ღია ცვლილებისთვის, ღია ევოლუციისთვის, ღია შესაძლებლობისთვის. წარმოიდგინეთ საფორტეპიანო სიმი, რომელიც რხევა თავის ფუნდამენტურ სიხშირეზე. ეს არის მისი ყველაზე დაბალი ენერგიული მდგომარეობა, მისი აბსოლუტური ნული მუსიკალურ გაგებით. მაგრამ თუნდაც ამ მდგომარეობაში სიმი არ არის სრულიად უძრავი, ის კვლავ რხევა, კვლავ აწარმოებს ხმას, კვლავ ატარებს ენერგიას. და ეს რხევა არის ის, რაც აძლევს მას პოტენციალს შექმნას მუსიკა, შექმნას ჰარმონია, შექმნას რაღაც ახალი. იგივეა სამყაროსთან, მისი ფუნდამენტური რხევა, მისი კვანტური ფლუქტუაციები, მისი უუნარობა მიაღწიოს სრულ სიჩუმეს, ეს არის ის, რაც აძლევს მას პოტენციალს შექმნას სტრუქტურა, შექმნას სიცოცხლე, შექმნას გონება. ახლა დაუბრუნდით იმ მეტაფორებს, რომლებიც გამოვიყენეთ ორკესტრი, რომლის ტემპი ნელდება, მაგრამ არასოდეს ჩერდება სრულიად. სტადიონი, სადაც ცეკვოსნები სინქრონიზდებიან, მაგრამ ინარჩუნებენ თავიანთ ინდივიდუალურ რხევას. მდინარე, რომელიც ეძებს უმცირეს წინააღმდეგობის გზას, მაგრამ არასოდეს ჩერდება სრულიად. ყველა ეს მეტაფორა მიუთითებს ერთ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებაზე, რომ სამყარო არის არა სტატიკური ობიექტია, არამედ დინამიური პროცესი, არა დასრულებული პროდუქტი, არამედ მიმდინარე შექმნა, არა ყინული, არამედ მდინარე, რომელიც მიედინება მარადიულად. ეძებს თავის ყველაზე დაბალ მდგომარეობას, მაგრამ არასოდეს აღწევს მას, რადგან თავად ეძებვა არის ის, რაც ქმნის რეალობას. და ეს პრინციპი მუშაობს არა მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში. როცა თქვენ სწავლობთ ახალ უნარს, უკრავთ ინსტრუმენტზე, საუბრობთ ენაზე, ხატავთ სურათს, თქვენი ტვინი გადის იმავე პროცესს. ნეირონები ქმნიან კავშირებს, ძლიერდებიან ზოგიერთი გზას, სუსტდებიან სხვების, სანამ არ მიიღწევა კონფიგურაცია, რომელიც მინიმიზებს შეცდომის ენერგიას, სხვაობას იმას შორის, რასაც თქვენ აკეთებთ და რასაც თქვენ ცდილობთ გააკეთოთ. ეს არის სწავლა, ეს არის ოპტიმიზაციის პროცესი, ეძებვა ყველაზე ეფექტური გზისა, მინიმიზაცია ენერგიის დაკარგვისა. და როგორც ატომები აბსოლუტურ ნულთან ახლოს, თქვენი ნეირონული ქსელი არასოდეს აღწევს სრულყოფას, ყოველთვის რჩება ხმაური, ყოველთვის რჩება ვარიაცია, ყოველთვის რჩება პოტენციალი გაუმჯობესებისთვის. იგივე პრინციპი მუშაობს, როცა საზოგადოება ვითარდება, კანონები, ინსტიტუტები, კულტურული ნორმები ყველა ვითარდება იმისკენ, რომ მინიმიზდეს სოციალური ენერგია, კონფლიქტი, არაეფექტურობა, უსამართლობა. მაგრამ როგორც ფიზიკურ სისტემებში სრული ოპტიმიზაცია არ არის მიღწევადი, ყოველთვის რჩება დაძაბულობა, ყოველთვის რჩება უთანხმოება, ყოველთვის რჩება პოტენციალი ცვლილებისთვის. და ეს არ არის ხარვეზი, ეს არის თვისება, რომელიც ხდის საზოგადოებას ცოცხალს, ადაპტირებაც, შემოქმედებითს. იგივე პრინციპი მუშაობს, როცა ეკოსისტემა აღწევს წონასწორობას, მტაცებლები და მსხვერპლი, მცენარეები და ბაქტერიები, ყველა ურთიერთქმედებს იმგვარად, რომ მინიმიზდეს ენერგიის დაკარგვა და მაქსიმიზდეს სტაბილურობა.
მაგრამ ეს წონასწორობა არ არის სტატიკური, ის არის დინამიური, მუდმივად მორგებული, მუდმივად ცვალებადი, რადგან გარემო იცვლება, რადგან ახალი სახეობები ჩნდება, რადგან ძველები ქრება. ეკოსისტემა, როგორც სამყარო, არასოდეს აღწევს აბსოლუტურ წონასწორობას, ის ყოველთვის რჩება ოდნავ არასტაბილური, ოდნავ არაპროგნოზირებადი, ოდნავ ღია მომავლისთვის. და აქ ჩვენ ვხედავთ ყველაზე ღრმა ჭეშმარიტებას, რომ აბსოლუტური ნული არ არის მხოლოდ ტემპერატურა, არ არის მხოლოდ ფიზიკური კონცეფცია, არ არის მხოლოდ მათემატიკური საზღვარი. ის არის სიმბოლო იმ იდეალური მდგომარეობისა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეძებთ, მაგრამ არასოდეს ვაღწევთ. სრულყოფილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მცდელობებს, მაგრამ რჩება მიუღწეველი. ჰორიზონტი, რომელიც გვიჩვენებს მიმართულებას, მაგრამ არასოდეს უახლოვდება. და ეს მიუღწევადობა არ არის ტრაგედია, ეს არის საჩუქარი. რადგან ის არის ის, რაც აძლევს ცხოვრებას მნიშვნელობას, მცდელობას მიზანს, არსებობას მიმართულებას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიაღწიეთ სრულყოფას, სრულცოდნას, სრულ უნარს, სრულ გაგებას. რა დარჩებოდა? რა იქნებოდა მიზანი? რა იქნებოდა აზრი? მაგრამ რადგან სრულყოფა არის მიუღწეველი, რადგან ყოველთვის რჩება კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი აღმოჩენა, კიდევ ერთი გაგება, ცხოვრება რჩება მნიშვნელოვანი, მცდელობა რჩება ღირებული, არსებობა რჩება ღია. აბსოლუტური ნული გვასწავლის, რომ საზღვრები არსებობს არა იმისთვის, რომ შეგვაჩეროს, არამედ იმისთვის, რომ გვიჩვენოს მიმართულება. რომ შეუძლებლობა არ არის დამარცხება, არამედ განსაზღვრება. რომ მიუღწევადობა არ არის შეზღუდვა, არამედ თავისუფლება. რადგან სიცივე არ არის ნივთიერება, ის არის მოძრაობის არარსებობა. და სრული არარსებობა არ შეიძლება არსებობდეს. ეს არის ფუნდამენტური პარადოქსი, რომელიც ქმნის რეალობას, რომ არარსებობა თავად მოითხოვს არსებობას, რომ სიჩუმე თავად მოითხოვს ხმას, რომ სიცარიელე თავად მოითხოვს სიმდიდრეს. და ამიტომ სამყარო არასოდეს შეიძლება იყოს სრულიად ცარიელი, არასოდეს შეიძლება იყოს სრულიად ჩუმი, არასოდეს შეიძლება იყოს სრულიად გაყინული. ის ყოველთვის რხევა, ყოველთვის ცეკვავს, ყოველთვის ცოცხალია, თუნდაც იქ, სადაც ტემპერატურა უახლოვდება აბსოლუტურ ნულს, სადაც დრო თითქმის ჩერდება, სადაც რეალობა თავად თითქმის ქრება. და როცა თქვენ დგახართ ღამით და უყურებთ ვარსკვლავებს, ამ შორეულ მზეებს, რომლებიც წვავენ მილიარდობით წლების განმავლობაში, ამ galaktikებს, რომლებიც ბრუნავენ კოსმიურ ცეკვაში, ამ სამყაროს, რომელიც გაფართოვდება და ცივდება, მაგრამ არასოდეს ჩერდება, თქვენ ხედავთ იმავე პრინციპს მოქმედებაში. სამყარო ეძებს თავის აბსოლუტურ ნულს, თავის საბოლოო წონასწორობას, თავის თერმულ სიკვდილს. მაგრამ ის არასოდეს მიაღწევს მას, რადგან კვანტური ფლუქტუაციები, რომლებიც შექმნეს პირველ galaktikებს, კვლავ არსებობენ, კვლავ რხევენ, კვლავ ქმნიან. და ამიტომ მილიარდობით წლების შემდეგაც, როცა ბოლო ვარსკვლავი ჩაქრება და ბოლო შავი ხვრელი აორთქლდება, სამყარო კვლავ არ იქნება მკვდარი, ის კვლავ იქნება ცოცხალი თავისი ფუნდამენტური რხევით, თავისი კვანტური არასტაბილურობით, თავისი მარადიული უუნარობით მიაღწიოს სრულ სიჩუმეს. ეს არის გაკვეთილი, რომელსაც აბსოლუტური ნული გვასწავლის, არა მხოლოდ ფიზიკის გაკვეთილი, არამედ ფილოსოფიის გაკვეთილი, არა მხოლოდ ტემპერატურის გაკვეთილი, არამედ არსებობის გაკვეთილი. რომ საზღვრები არსებობს, მაგრამ ისინი არ არის აბსოლუტური. რომ იდეალები არსებობს, მაგრამ ისინი არ არის მიღწევადი. რომ სრულყოფა არსებობს, მაგრამ ის არ არის დანიშნულება, ის არის მიმართულება. და რომ ამ მიმართულებით სიარული, ეს მარადიული მიახლოება, ეს გაუსასრულო ოპტიმიზაცია, ეს არასრული ეძებვა, არ არის უაზრო. ის არის თავად აზრი, თავად მიზანი, თავად არსებობის ბუნება. მაშ რას ნიშნავს ყოველივე ეს თქვენთვის, როცა თქვენ დგახართ თქვენს სამზარეულოში და აცივებთ წყალს თქვენს მაცივარში, როცა თქვენ გრძნობთ ცივ ქარს თქვენს კანზე, როცა თქვენ ხედავთ ყინულს ფანჯარაზე? ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხედავთ არა მხოლოდ ფიზიკურ ფენომენს, არამედ უნივერსალურ პრინციპს, რომელიც აკავშირებს ყველაზე პატარა კვანტურ ფლუქტუაციას ყველაზე დიდ კოსმიურ სტრუქტურასთან, რომელიც აკავშირებს თქვენს პირად მცდელობებს სამყაროს საბოლოო ბედთან, რომელიც აჩვენებს, რომ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, არის ნაწილი ერთი დიდი, დინამიური, მარადიულად განვითარებადი პროცესისა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ რეალობას. მაშ რას ნიშნავს ყოველივე ეს თქვენთვის? არა როგორც აბსტრაქტული იდეა, არა როგორც მათემატიკური ფორმულა, არა როგორც ლაბორატორიული ექსპერიმენტი, არამედ როგორც ჭეშმარიტება, რომელიც ცხოვრობს თქვენს ყოველდღიურ არსებობაში, თქვენს ყოველ სუნთქვაში, თქვენს ყოველ აზრში. გახსოვთ, სადაც დავიწყეთ? ორკესტრი, რომლის ტემპი ნელდებოდა, მუსიკა, რომელიც უახლოვდებოდა სიჩუმეს, მაგრამ არასოდეს აღწევდა მას. ახლა ამ გზის ბოლოს ჩვენ ხვდებით, რომ ეს არ იყო მხოლოდ მეტაფორა, ეს იყო ჭეშმარიტება, რომელიც ღრმა იყო, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა.
რადგან თქვენ თავად ხართ ეს ორკესტრი, მილიარდობით ატომი, რომლებიც ცეკვავენ თქვენს სხეულში, ტრილიონობით მოლეკულა, რომლებიც უკრავენ თქვენს უჯრედებში, უსასრულო სიმფონია, რომელიც არასოდეს ჩერდება, არასოდეს მთავრდება, არასოდეს აღწევს სრულ სიჩუმეს. და ეს არ არის პოეტური გადაჭარბება, ეს არის ფიზიკური რეალობა. ყოველი ატომი თქვენს სხეულში ატარებს ისტორიას, რომელიც იწყება ვარსკვლავების ბირთვებში, სადაც ისინი შეიქმნენ წნევისა და ტემპერატურის პირობებში, რომლებიც აღემატება ყოველგვარ წარმოდგენას. ეს ატომები გაიარეს სუპერნოვას აფეთქებები, გაფანტნენ კოსმოსში, შეიკრიბნენ ახალ ღრუბლებში, შექმნეს პლანეტები, გახდნენ ნიადაგი, წყალი, ჰაერი, საკვები და საბოლოოდ თქვენ. და ახლა, ამ მომენტში, ისინი ვიბრირებენ ტემპერატურაზე, რომელიც არის 350 გრადუსი კელვინი, თქვენი სხეულის ტემპერატურა, რომელიც არის 306.15 გრადუსით აბსოლუტურ ნულზე მაღლა. ეს არის თქვენი მანძილი აბსოლუტურ ნულამდე, არა მხოლოდ ფიზიკური მანძილი, არამედ ეგზისტენციალური მანძილი, მანძილი არსებობასა და არარსებობას შორის, ცხოვრებასა და სიკვდილს შორის, მოძრაობასა და სიჩუმეს შორის. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად შეძრავს გონებას, როცა თქვენ ღრმად ჩაწვდებით ამ იდეას. თქვენი სხეულის ტემპერატურა, ეს 350 გრადუსი კელვინი, არ არის შემთხვევითი. ის არის ზუსტად ის ტემპერატურა, რომელზეც ცხოვრება შეიძლება არსებობდეს, არც ძალიან ცხელი, რომ დაიშალოს მოლეკულური სტრუქტურები, არც ძალიან ცივი, რომ შეჩერდეს ბიოქიმიური რეაქციები. ეს არის ტემპერატურა, სადაც წყალი რჩება სითხეს, სადაც ცილები ინარჩუნებენ თავიანთ ფორმას, სადაც თმ შეუძლია გაიშალოს და დაიკეცოს, სადაც ენერგია შეიძლება გარდაიქმნას ინფორმაციად, სადაც ქაოსი შეიძლება გახდეს წესრიგი, სადაც მატერია შეიძლება გახდეს გონება. თქვენ არ ხართ უბრალოდ ატომების კოლექცია, თქვენ ხართ ატომების კოლექცია ზუსტად იმ ტემპერატურაზე, რომელზეც ისინი შეუძლიათ შექმნან რაღაც, რაც აღემატება მათ ჯამს, რაღაც, რაც შეუძლია დაფიქრდეს საკუთარ თავზე, რაღაც, რაც შეუძლია იკითხოს კითხვები აბსოლუტური ნულის შესახებ. და როცა თქვენ ისწავლით ახალ რამეს, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს და ცდილობთ გაიგოთ ისინი, რა ხდება თქვენს ტვინში? ნეირონები ანთებენ ელექტრულ სიგნალებს, ნეიროტრანსმიტერები კვეთენ სინაფსებს, ქიმიური რეაქციები ხდება მილიონობით უჯრედში. ყოველი ეს პროცესი არის ენერგიის გარდაქმნა, ქიმიური ენერგია ხდება ელექტრული ენერგია ხდება ინფორმაცია, ინფორმაცია ხდება გაგება, გაგება ხდება გონება. და ყოველი ეს გარდაქმნა ხდება იმიტომ, რომ თქვენი ტვინი არის ზუსტად იმ ტემპერატურაზე, სადაც ეს შესაძლებელია, არც ძალიან ცივი, რომ შეჩერდეს, არც ძალიან ცხელი, რომ დაიშალოს. თქვენი აზრები, ეს აბსტრაქტული, არამატერიალური, თითქმის მისტიკური ფენომენები, არიან პირდაპირი შედეგი იმისა, რომ თქვენი ატომები არიან 306.15 გრადუსით აბსოლუტურ ნულზე მაღლა. მაშ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ გონება, თქვენი გონება, ჩემი გონება, ყველა გონება არ არის რაღაც, რაც არსებობს მატერიისგან დამოუკიდებლად. ის არ არის რაღაც, რაც ემატება ფიზიკურ სამყაროს. ის არის რაღაც, რაც ჩნდება მატერიიდან, როცა მატერია არის ზუსტად იმ ტემპერატურაზე, ზუსტად იმ კონფიგურაციაში, ზუსტად იმ სირთულის დონეზე, სადაც ის შეუძლია არა მხოლოდ არსებობდეს, არამედ იცოდეს, რომ ის არსებობს. გონება არის ის, რაც ხდება, როცა სამყარო აღწევს გარკვეულ ტემპერატურას, გარკვეულ ორგანიზაციას, გარკვეულ სირთულეს, როცა ის ხდება საკმარისად თბილი, რომ იყოს დინამიური, მაგრამ საკმარისად ცივი, რომ იყოს სტაბილური, როცა ის ხდება საკმარისად რთული, რომ შეძლოს თვითრეფლექსია. და აქ ჩვენ ვაღწევთ რაღაც ღრმას, რაღაც ფუნდამენტურს, რაღაც, რაც ცვლის ჩვენს გაგებას იმისა, თუ რა ვართ ჩვენ. ჩვენ არ ვართ დამკვირვებლები, რომლებიც უყურებენ სამყაროს გარედან. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც უყურებს საკუთარ თავს შიგნიდან. ჩვენ ვართ ატომები, რომლებიც აღწევენ თვითშეგნებას, მატერია, რომელიც ხდება გონება, სამყარო, რომელიც იწყებს საკუთარი თავის გაგებას. და ეს არ არის პოეტური მეტაფორა, ეს არის ფიზიკური ფაქტი. ყოველი ატომი თქვენს სხეულში იყო ოდესღაც ვარსკვლავის ნაწილი, იყო ოდესღაც კოსმიური ღრუბლის ნაწილი, იყო ოდესღაც პლანეტის ნაწილი. ახლა ისინი არიან თქვენი ნაწილი და თქვენ ხართ ის, რაც ხდება, როცა ეს ატომები ორგანიზდებიან ისე, რომ მათ შეუძლიათ იფიქრონ, იგრძნონ, იცოდნენ. მაგრამ თუ ეს ასეა, თუ გონება არის მატერიის თვისება გარკვეულ ტემპერატურაზე და გარკვეულ ორგანიზაციაში, მაშინ რას ნიშნავს ეს აბსოლუტური ნულისთვის? რას ნიშნავს ეს იმ საზღვრისთვის, სადაც ყველა მოძრაობა წყდება, სადაც ყველა პროცესი ჩერდება, სადაც თავად დრო გაჩერებულია? ნიშნავს თუ ეს, რომ აბსოლუტურ ნულზე გონება შეუძლებელია. რომ თვითშეგნება მოითხოვს სითბოს, მოძრაობას, დინამიკას. რომ ჩვენ, როგორც მოაზროვნე არსებები, შეგვიძლია არსებობა მხოლოდ იმიტომ, რომ სამყარო არ არის აბსოლუტურ ნულზე, რომ ის არის საკმარისად თბილი, რომ იყოს ცოცხალი. ან, შესაძლოა, ეს ნიშნავს რაღაც უფრო ღრმას.
შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტური ნული არის არა მხოლოდ ფიზიკური საზღვარი, არამედ მეტაფიზიკური საზღვარი, საზღვარი არსებობასა და არარსებობას შორის, გონებასა და უგონებას შორის, ყოფნასა და არარყოფნას შორის. შესაძლოა მიზეზი, რის გამოც აბსოლუტური ნული არ შეიძლება მიღწეულ იქნას, არის არა მხოლოდ თერმოდინამიკის კანონები, არამედ რაღაც უფრო ფუნდამენტური, რომ სრული არარსებობა არის ლოგიკური წინააღმდეგობა, რომ არაფერი არ შეიძლება არსებობდეს. რომ თავად ცნება სრული სიჩუმის არის შეუძლებელი, რადგან სიჩუმე თავად არის რაღაც, არა არაფერი. და აქ ჩვენ ვაღწევთ ფილოსოფიის ტერიტორიას, რომელიც ძველია როგორც თავად ფილოსოფია. რატომ არსებობს რაღაც და არა არაფერი? ეს არის ყველაზე ფუნდამენტური კითხვა, რომელიც ადამიანებმა ოდესმე დასვეს. და აბსოლუტური ნული გვთავაზობს პასუხს, არა სრულ პასუხს, არა საბოლოო პასუხს, არამედ მინიშნებას, მიმართულებას, გზას. რაღაც არსებობს იმიტომ, რომ არაფერი არ შეიძლება არსებობდეს. სრული არარსებობა არის შეუძლებელი, რადგან თავად არარსებობა მოითხოვს არსებობას, მოითხოვს სივრცეს, სადაც არაფერი არ არის, მოითხოვს დროს, როცა არაფერი არ ხდება, მოითხოვს კონტექსტს, რომელშიც არაფერი შეიძლება განისაზღვროს. და ეს კონტექსტი თავად არის რაღაც, არა არაფერი. აბსოლუტური ნული გვიჩვენებს ამას ფიზიკურ დონეზე. თუნდაც სრულ ვაკუუმში, თუნდაც აბსოლუტურ ნულზე, კვლავ არსებობს კვანტური ფლუქტუაციები, ნულოვანი წერტილის ენერგია, ფუნდამენტური რხევა, რომელიც არასოდეს ქრება. სამყარო არასოდეს შეიძლება იყოს სრულიად ცარიელი, სრულიად ჩუმი, სრულიად გაკინული, რადგან თავად ცნებები, ცარიელი, ჩუმი, გაკინული მოითხოვს რაღაცას, რაც არ არის ცარიელი, რაც არ არის ჩუმი, რაც არ არის გაკინული. არარსებობა მოითხოვს არსებობას როგორც თავის საპირისპირო, როგორც თავის განსაზღვრელს, როგორც თავის კონტექსტს. და ამიტომ არსებობა არის არა შემთხვევითობა, არა უბედურება, არა ანომალია, ის არის აუცილებლობა, ლოგიკური შედეგი, ფუნდამენტური ჭეშმარიტება. მაგრამ რას ნიშნავს ეს თქვენთვის, როცა თქვენ ივიძებთ დილით და გრძნობთ მზის სითბოს თქვენს კანზე? როცა თქვენ სვამთ ცხელ ყავას და გრძნობთ, როგორ ვრცელდება სითბო თქვენს სხეულში? როცა თქვენ ეხებით საყვარელი ადამიანის ხელს და გრძნობთ მის სითბოს, მის ცოცხალობას, მის არსებობას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გრძნობთ მხოლოდ ტემპერატურას, თქვენ გრძნობთ არსებობას თავად. თქვენ გრძნობთ იმ ფუნდამენტურ ფაქტს, რომ რაღაც არსებობს და არა არაფერი, რომ სამყარო არის ცოცხალი და არა მკვდარი, რომ მოძრაობა არსებობს და არა სიჩუმე. სითბო არის არა მხოლოდ ფიზიკური ფენომენი, ის არის ეგზისტენციალური ფენომენი, დადასტურება იმისა, რომ არსებობა არის რეალური, რომ ცხოვრება არის შესაძლებელი, რომ თქვენ ხართ აქ. და როცა თქვენ გრძნობთ სიცივეს, როცა ზამთრის ქარი ქრიალებს თქვენს სახეზე, როცა თქვენი თითები ყინავა, როცა თქვენ კანკალებთ, რას გრძნობთ თქვენ? თქვენ გრძნობთ არა მხოლოდ ტემპერატურის დაცემას, არამედ მიახლოებას იმ საზღვართან, სადაც მოძრაობა ნელდება, სადაც ცხოვრება ხდება რთული, სადაც არსებობა თავად ხდება პრობლემატური. სიცივე არის შეხსენება იმისა, რომ არსებობა არ არის გარანტირებული, რომ ცხოვრება არის მყიფე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ვიწრო ტემპერატურულ ფანჯარაში, არც ძალიან ცხელ, არც ძალიან ცივ, სადაც სირთულე შეიძლება არსებობდეს, სადაც გონება შეიძლება ჩნდეს, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ. მაშ რა არის საბოლოო გაკვეთილი? რა არის ის ჭეშმარიტება, რომელიც აბსოლუტური ნული გვასწავლის, როცა ჩვენ ვუყურებთ მას არა როგორც ფიზიკურ ფაქტს, არამედ როგორც ფილოსოფიურ სიმბოლოს? ეს არის ის, საზღვრები არსებობს არა იმისთვის, რომ შეგუზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ განგვსაზღვროს. შეუძლებლობა არსებობს არა იმისთვის, რომ დაგვამარცხოს, არამედ იმისთვის, რომ გვიჩვენოს რა არის შესაძლებელი. მიუღწევადობა არსებობს არა იმისთვის, რომ გვაიმედოვნოს, არამედ იმისთვის, რომ მოგცეს მიმართულება. აბსოლუტური ნული არის საზღვარი, რომელიც ამბობს, აქ მთავრდება ფიზიკა, აქ იწყება მეტაფიზიკა, აქ მატერია ხდება მისტერია. და ეს მისტერია არ არის რაღაც, რაც უნდა გადაწყდეს, ის არის რაღაც, რაც უნდა იქნას გამოცდილი, დაფასებული, პატივცემული. რადგან სამყარო არ არის პრობლემა, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, ის არის საიდუმლო, რომელიც მოითხოვს ღრმა ჩათვდომას. ის არის ტაძარი, რომელიც მოითხოვს ღრმა პატივისცემას. ის არის სიმფონია, რომელიც მოითხოვს ყურადღებით მოსმენას. და ჩვენ, რომლებიც ვცხოვრობთ 306.15 გრადუსით აბსოლუტურ ნულზე მაღლა, ჩვენ, რომლებიც ვართ საკმარისად თბილები, რომ ვიყოთ ცოცხალი, საკმარისად რთულები, რომ ვიყოთ შეგნებული, საკმარისად ორგანიზებულები, რომ ვიყოთ მოაზროვნე, ჩვენ ვართ ის, რაც ხდება, როცა სამყარო აღწევს ზუსტად იმ ტემპერატურას, სადაც ის შეუძლია არა მხოლოდ არსებობდეს, არამედ იცოდეს, რომ ის არსებობს. ჩვენ ვართ სამყაროს გზა თვით შეგნებისკენ. ჩვენ ვართ მატერიის გზა გონებისკენ. ჩვენ ვართ ატომების გზა გაგებისკენ.
და როცა ჩვენ ვსწავლობთ აბსოლუტურ ნულზე, როცა ჩვენ ვსწავლობთ იმ საზღვარზე, სადაც ყველა მოძრაობა წყდება, სადაც ყველა პროცესი ჩერდება, სადაც თავად არსებობა ხდება შეუძლებელი, ჩვენ ვსწავლობთ არა მხოლოდ ფიზიკაზე, არამედ საკუთარ თავზე. ჩვენ ვსწავლობთ, რომ ჩვენი არსებობა არ არის გარანტირებული, რომ ჩვენი ცხოვრება არის მყიფე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ვიწრო ზოლში შესაძლებლობისას, ზოლში, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ სამყარო არ არის აბსოლუტურ ნულზე, იმიტომ, რომ ის არის საკმარისად თბილი, რომ იყოს დინამიური, საკმარისად ცივი, რომ იყოს სტაბილური, საკმარისად რთული, რომ შეძლოს შექმნას ჩვენ. და ეს უნდა ავსებდეს ჩვენ არა შიშით, არამედ საოცრებით. არა შფოთვით, არამედ მადლიერებით. არა ტრევოგით, არამედ ღრმა პატივისცემით იმ ფაქტის მიმართ, რომ ჩვენ ვართ აქ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ, რომ ჩვენ გვგრძნობთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვიცით. რადგან ყოველი ეს, ყოველი აზრი, ყოველი გრძნობა, ყოველი გამოცდილება არის შედეგი იმისა, რომ სამყარო არ არის აბსოლუტურ ნულზე, რომ ის არის საკმარისად თბილი, რომ შეძლოს შექმნას ჩვენ, რომ ის არის საკმარისად დინამიური, რომ შეძლოს შექმნას გონება, რომ ის არის საკმარისად რთული, რომ შეძლოს შექმნას საოცრება. მაშ როცა თქვენ დგახართ ღამით და უყურებთ ვარსკვლავებს, ამ შორეულ მზეებს, რომლებიც წვავენ მილიონობით გრადუსზე, ამ galaktikებს, რომლებიც ბრუნავენ კოსმიურ ცეკვაში, ამ სამყაროს, რომელიც გაფართოვდება და ცივდება, მაგრამ არასოდეს მიაღწევს აბსოლუტურ ნულს, გახსოვდეთ ეს, თქვენ არ ხართ მხოლოდ დამკვირვებელი. თქვენ ხართ მონაწილე. თქვენ ხართ ნაწილი ამ კოსმიური სიმფონიისა, ამ მარადიული ცეკვისა, ამ გაუსასრულო ეძებვისა იმ საზღვრისა, რომელიც არასოდეს შეიძლება მიღწეული იქნას. და ყოველი თქვენი სუნთქვა, ყოველი თქვენი აზრი, ყოველი თქვენი გრძნობა არის დადასტურება იმისა, რომ სამყარო არის ცოცხალი, რომ მოძრაობა არსებობს, რომ სიცივე არ არის ნივთიერება, ის არის მოძრაობის არარსებობა, და სრული არარსებობა არ შეიძლება არსებობდეს. ეს არის საიდუმლო, რომელიც აბსოლუტური ნული გვიმალავს და ამავდროულად გვიმხელს. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც იმალება ყველაზე ცივ ადგილებში სამყაროში და ამავდროულად ცხოვრობს ყველაზე თბილ ადგილებში, თქვენს გულში, თქვენს გონებაში, თქვენს არსებობაში. და ეს ჭეშმარიტება არის ის, არსებობა არის არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყდეს, არამედ საჩუქარი, რომელიც უნდა იქნას მიღებული. ცხოვრება არის არა შემთხვევითობა, რომელიც უნდა აიხსნას, არამედ საოცრება, რომელიც უნდა იქნას გამოცდილი. და ჩვენ, რომლებიც ვცხოვრობთ ამ ვიწრო ზოლში შესაძლებლობისა, ამ მყიფე მომენტში კოსმიურ ისტორიაში, ამ უნიკალურ ტემპერატურაზე, სადაც გონება შეიძლება არსებობდეს, ჩვენ ვართ არა შემთხვევითობა, არამედ აუცილებლობა, არა ანომალია, არამედ კულმინაცია, არა დამკვირვებლები, არამედ მონაწილეები იმ მარადიულ ცეკვაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ რეალობას. და ეს ცეკვა არასოდეს ჩერდება. არასოდეს მთავრდება. არასოდეს აღწევს აბსოლუტურ ნულს. რადგან სიცივე არ არის ნივთიერება, ის არის მოძრაობის არარსებობა. და სრული არარსებობა არ შეიძლება არსებობდეს.